გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით ლეგენდებზე, ფენიქსზე. უამრავი ლეგენდა არსებობს აი ამ ჯადოსნურ ჩიტზე. ქართულად ქვია ფასკუნჯი, ინგლისურად ფენიქსი, რუსულად ჟარბწიცა, ჩინურად ფენჰუან. ასე რომ უამრავი ლეგენდა არის აი ამ ჯადოსნურ ჩიტზე, ფასკუნჯზე. და რამოდენიმე ლეგენდას მოგახსენებთ ჩემო ძვირფასებო. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად აი ამ ფენიქსს მოგეხსენება აქვს ლამაზი ძალიან ცეცხლოვანი ჩიტი არის და კუდი აქვს ხო ლამაზი ესეთი ფერადი. და რატომ აქვს აი ასეთი ლამაზი კუდი? ერთხელაც იყო ძალიან მკაცრი ზამთარი და სანამ ეს მკაცრი ზამთარი დადგებოდა, ფენიქსმა შეატყობინა ფრინველებს, რომ საკვები მოიმარაგეთ, რომ იქნება ძალიან მკაცრი ზამთარი და იქნება შიმშილი, ხომ? და რომ არ დაიხოცოთ, ამიტომ უნდა მოიმარაგოთ საკვები. მათ არ დაუჯერეს. მართლაც დადგა მკაცრი ზამთარი და ზოგი ფრინველი დაიხოცა, ზოგმა იფიქრა, რომ მოდი დახმარება ვთხოვოთ ფენიქსს, ხო? და მივიდნენ ფენიქსთან და სთხოვეს, რომ გამოგვაზამთრე შენთან, რომ შიმშილით ვეხოცებითო და ცივა ძალიანო. და მართლაც დახმარება გაუწია ფენიქსმა, ფასკუნჯმა, მიიღო სახლში ეს ფრინველები, გამოაზამთრა, გამოკვება და როცა გაზაფხულდა, მათ თითო ბუმბული ყველამ საჩუქრად, მადლობის ნიშნად საჩუქრად აჩუქეს ფენიქსს და ფენიქსმა ესე თავის კუდზე დაიმაგრა ეს ლამაზი ბუმბულები, ხო? მადლობის ნიშნად. აი ესეთი ლამაზი ლეგენდა. არის კიდევ ერთი ლეგენდა, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ცეცხლოვანი კეთილი ჩიტი ფენიქსი 500 წელიწადში ერთხელ, ანუ მზის შვილად აღიქმება, ხო? ანუ მზის შვილი არის და ზეციდან მოფრინავს თავისი ლამაზი ცეცხლოვანი ფრთებით და ადამიანებთან მოაქვს სიკეთე, ჯანმრთელობა, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, ჰარმონია, სილამაზე და ყველა 500 წელიწადში ერთხელ და ყველა ოჯახში შედის, ანუ ვინც მას მოუხმობს და უძახებს საშველად, ხომ? და თავის ფრთებზე დაიდებს იმ ტკივილებს, დაავადებას, გაჭირვებას, მიაქვს ზეცაში მზესთან დაიწვება აი ამ დაავადებებთან და პრობლემებთან ერთად ეს ფენიქსი და იმ ფერფლიდან ისევ აღდგება, ანუ რეგენერაცია მოხდება და ისევ 500 წელიწადში ერთხელ აი ასე. ნუ ადამიანებს გვეხმარება, ხო? აი ესეთი კეთილი ჩიტი არის ფენიქსი. არის კიდევ ერთი ლეგენდა, რომ ჩემო ძვირფასებო, რომ ეს მტერი ყოფილა გველი აი ამ ფენიქსის, ხო? და გველი ემტერება ფენიქსის შვილებს, ხო? კვერცხებს უჭამს თურმე ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად და ადამიანმა, კაცმა გადაარჩინა ფენიქსის კვერცხიდან გამოჩეკილი ბარტყი, ხო? გველი მოკლა და ასე ვთქვათ, მას მერე დამეგობრდნენ ფენიქსი და ადამიანი და ჭრილობა ჰქონდა ამ კაცს, ვინც ფენიქსის ბარტყი გადაარჩინა გველის შეჭმისაგან და ფენიქსმა თავისი ბუმბული მოუსვა ჭრილობაზე და ეს კაცი განიკურნა და დღემდე მეგობრები არიან ადამიანი და ფენიქსი, ხო? აი ასეთი ლეგენდები არსებობს ჩიტ ფენიქსზე, ფასკუნჯზე, ჩემო ძვირფასებო.
თქვენც თუ რაიმე ლეგენდა იცით ფენიქსზე, ფასკუნჯზე, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და დამიტოვოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ, სიყვარულს, ჰარმონიას, კეთილდღეობას და უფლის წყალობას ჩემო ძვირფასებო.